Zurab. Საღამოშვიდობისა ძვირფასო რუსთაველებო ქრისტე აღდგამ. ბრავას დაესწარით, ქრისტეს მადლი ფარავდეთ. სულ ასევე სრულიად საქართველოს. დღეს ქართველთა გაერთიანება, დიდი გაერთიანება ესტუმრა ქალაქ რუსთავს. ჩვენ გქონდა საუბარი ქალაქ რუსთავის წარმომადგენლებთან, არის ბევრი პრობლემები. უნდა მოსულიყვნენ კიდევ სხვაებიც, რომლებიც აი ამ პრობლემებზე ისაუბრებდნენ, მაგრამ ჩვენთან არის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ზუსტად აი ამ თემაზე უნდა რომ გახსნას ეს დღევანდელი ჩვენი საინფორმაციო მიტინგი. შემდეგ ჩვენ წარდგებით ქართველთა დიდი გაერთიანების ხელმძღვანელები, ზოგადად მთლიან საქართველოში რაც ხდება, გაგაცნობთ ამ ინფორმაციებს. ეხლა კი მე პირველ სიტყვას გადაცემ ქალაქ რუსთავის კვილს, ზურაბ მანჩხაშვილს, რომელიც აი რუსთავში არსებულ მთავარ პრობლემაზე, რომელსაც სურს აი მთავარ პრობლემაზე გაამახვილოს ყურადღება. მომდანი ბატონო ზურაბ. ახლოდან ლაპარაკი რა შეიძლება. მოგესალმებით, მეგობრებო. დღევანდელ შეკრებაზე მრავალი საკითხები განიხილება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის იაღუჯის სამეზობლო მებაღეობა იყო ადრე, გახსოვთ თქვენ? აი ამ საკითხთან დაკავშირებით 6-7 ათეული წლის უკან ქართველმა კაცმა და არა მარტო ქართველმა ჩვენთან ერთად, ვინც მივიღეთ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ეს ნაკვეთები, ჩვენთან ერთად იყვნენ, გეტყვით იმათაც, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენლები, რუსები, უკრაინელები, აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები და ეს ადამიანები ყველანი ერთად ჩვენ ვიყავით გახარებული, როდესაც ჩვენ ეს მიწები საკუთრებაში გადმოგვეცა. ეხლა რატომ ვამბობ ამ წინა სიტყვობას? იმიტომ რომ ჩვენ მაშინ ბედნიერები ვიყავით და საქმესაც ვაკეთებდით, იქ მოყავდა მოსავალი და მე იმ მოსავალს გემრიელად მივირთვებდით. ახლა დღეს ქართველი კაცი რატომ უნდა იყოს სახლში მჯდომარე და არ უნდა იყოს აქ მოსული? ეს ყველაფერი ხო ყველასათვის კეთდება. თუ ვისმეს გონია რომ ხვალ ზეგ დაუძახებენ მას იუსტიციის სახლში, სამინისტროში და ეტყვიან რომ მობრძანდით ბატონო, აგერ არის თქვენი მიწები და გადაიფორმეთ. ეს ტყუილია. შანსი არ არის, 1% არ არის რომ ეს ასეთი რამე მოხდეს. ამიტომ საჭირო რა არის? ცოტა სხვანაირი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. და უნდა ეს შანსი გამოვიყენოთ. რატომ და როგორ? ამას თანმიმდევრულად ყველანი ერთად. ერთი კაცი ამას ვერ გააკეთებს, ვერც ერთი ჯგუფი ვერ გააკეთებს. ამას უნდა მთლიანად ჩვენი მოსახლეობა რომ დაუდგეს ერთმანეთს გვერდზე. რატომ მოხდა იმ ისტორიასაც ორი სიტყვით გეტყვით? რატომ მოხდა ეს რომ ის მიწები ჩვენთვის გაუცხოვდა? თქვენ არ იფიქროთ, მე გაფორმებული მაქვს ნაკვეთი. ჩემს მფლობელობაშია და რომ მიხვიდეთ და იკითხოთ სახელი და გვარით, ამოვაგდეს მაშინათე კომპიუტერი, რომ მე სარგებლობაში მაქვს ეს მიწა გადაცემული. მაგრამ მე ვიბრძი ყველასათვის. ყველა მოვიდეს აქ, ყველა დაგვიდგეს გვერდზე და ის გაფუჭებული საქმე, ის წამხდარი, რომელიც 30-35 წლის უკან მოხდა, აი მან მიიყვანა ეს საქმე ბოლომდე ძალიან ცუდად. რა მოხდა? კონსტიტუციური ხელისუფლება მოიშორეს ხელისუფლებიდან. ღვთით მოწებული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჩამოაგდეს და განდევნეს პარლამენტიდან. ამის შემდეგ მოხდა ყველაფერი. იქ სახლებიც იყო აშენებული, ნაკვეთები დამუშავებული, ყველაფერი. ხალხო გაიგეთ, არავის არ გაუგია ისინი როგორ გაქრენ იქიდან ეს სახლები, კარებები,
ღობეები, ყველაფერი ალაგდეს. რატომ მოხდა? უსამართლობიდან გამომდინარე მოხდა ეს ყველაფერი და იმ უსამართლობას ვეწირებით დღეს. ეს რაც მოხდა იმ კონსტიტუციური გადატრიალების ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ მარტო რუსთავს კი არ შეეხო, მთელ საქართველოს შეეხო და აქედან გამომდინარე დღეს ხალხს ეშინია აქ მოვიდეს. აი აქ აგერ გვერდზე ორი ადამიანი იღებდა სურათებს, ნახეო და ვიღაცას კიდევ გადასცემდა რომ ესენიო რას გააკეთებენო, იმიტომ რომ ხალხი არ მოდითო. ხალხო, ნუ ვათქვევინებთ, ნუ რა ვიცი, ასეთ მდგომარეობას, ნუ ჩავაყენებთ ჩვენ თავს უხერხულ მდგომარეობაში. მე მინდა დაბიჯითებით გითხრა თქვენ, მე იმაში ვარ დარწმუნებული, გჯეროდეთ თქვენსა, რომ იმ მიწებს ჩვენ ყველანი დავიბრუნებთ. ყველა მიწას თავისი პატრონი მიუვა იქ, მხოლოდ როგორ? ეს არ მოხდება ერთ დღეში, არ მოხდება ორ დღეში. ამას უნდა კარგით გამიზნული ისა ყურადღების მიქცევა. თქვენთან ერთად თუ თქვენ არ იქენით იქ ერთი კაცი, ორი კაცი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერაფერს ვერ გააკეთებს. ამიტომ მოდი ჩავკიდოთ ხელი ყველა ერთმანეთს და ვაკეთოთ ის საქმე, რასაც ჩვენი შვილიშვილების და მათი შვილების მდგომარეობა გაუმჯობესდება. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგიხდით, მადლობთ ყველაფრისათვის. ძვირფასო მეგობრებო, ეხლა სიტყვა მინდა გადავცე კიდევ ერთ ქალაქ რუსთავის მკვიდრს, ქალბატონ ირინა კუჭაძეს. რაც შეიძლება ახლობან ლაპარაკი. მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქეებო. თქვენი ტკივილი, როგორც თქვენ ტკივათ, ისე ტკივა მეც, იმიტომ რომ ის პრობლემები, რაც თქვენ გაქვთ, მეც მაწუხებს. მაგრამ აქ არის ერთი, მე ძალიან მოკლედ ვიტყვი ჩემს სიტყვას. არის ესეთი კარგი გამოთქმა. სისუფთავისთვის კი არ უნდა იბრძოლო, ცოცხი უნდა აიღო და გამოგაბო. აი ზუსტად ეს გვაქვს, აი რამდენი მიტინგიც ჩაწერა, მოვედით, მე ისე მივდივართ, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უკვე რაღაც პოლიხონდრიოს სიტუაციაში გვგზნობ თავს. ჩვენ თუ ერთად დავდგებით, აი ახლა ძალიან ბევრჯერ მოსულა რა მიტინგებზე და ბევრი ადამიანი იყო მოსული ვიდრე დღეს. თანდათან ალბათ შეცოტავდება. ზუსტად აი გამიჭირეთ. ზუსტად ამას ელოდებიან, რომ დავიღალოთ. ჩვენ მიწები აი დაგვღალონ და მე ვეღარ მოვითხოვოთ. შეუპოვრობას წვეთს გაუხრეტია ქვა. ჩვენი ერთად დგომი და ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით აუცილებლად გაკეთდება, მაგრამ იცით ჩვენ აქ მეთაურები ერთი პერიოდი დავჯეთით, ვისაუბრეთ და არსებობს გზა, რომელიც შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავიწყოთ. ჩვენი წესი და კანონი არის კონსტიტუცია. კონსტიტუციით ჩვენ გვაქვს უფლება რაღაცების გაკეთებას, უბრალოდ ვერ ყვებით. ამიტომ იურისტებმა ჩვენ გვირჩიეს, აი ქართულმა დიდი გაერთიანებას ძალიან კარგი პროექტი აქვს. თუ იმ პროექტს ჩვენ მივსდევთ, ნამდვილად მივაღწევთ ჩვენ მიზანს. აი მე მინდა უბრალოდ ვთხოვოთ, რომ როგორც კი გამოცხადდება თქვენი მეზობლები, თქვენი ახლობლები, ხომ იცით, ვისაც აქვთ იქ იალღუძზე მიწას, მოკიდეთ ხელი, ან აიძულეთ, რომ მოვიდნენ. ეს ერთი საქმე თუ არ გავაკეთეთ ერთად, მოგვერებია ნამდვილად. იმიტომ რომ თქვენ იცით ხა რა ხდება, მიწები იყიდება, ისე რომ აღარ იკითხებიან მოსახლეობას და აი აქ ხიზლად ვიქნებით, ნამდვილად მივაღწევთ ჩვენსაც. ამის გეგმა არსებობს, უბრალოდ ეხლა მე ერთი ძალიან კარგად ვიცი, რომ მტერი ჩვენზე მეტად ხიზლობს, ჩვენზე მეტად აქტიურობს, ამიტომ ამას ეხლა საჯაროდ ვერ ვიტყვით, მაგრამ მოვა დრო, როცა გაგანდობთ ამას ყველაფერს და ერთად უნდა გავაკეთოთ ერთი გასაკეთებელი საქმე. აი ეს ვაქვს თქვენთან სალაპარაკო. მადლობთ. ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთ რუსთავის წარმომადგენელს, ქალაქ რუსთავის წარმომადგენელს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, რომელიც იყო არჩეული ქალაქი რუსთავიდან,
ბატონ გურამ მაკაცარიას გადავცემთ სიტყვას. გაჩილო მამა გურამ არგეში. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. სანამ ჩემს სიტყვას ვიტყვი, მანამდე მინდა წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს ეროვნულ გმირებს, რუსთავიდან დეპუტატებს, ბატონ თემურ ჯანელიძეს, ვახტანგ ჭითავას და ასევე ჟიული შარტავას, რომელიც ჩვენი დეპუტატი არ იყო, მაგრამ გმირი იყო. არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული ბატონებო. მინდება დიდ ზვიათს. ბატონებო, მე გახლავართ სოფლის მეურნეობის, მიწათმფლობელობის და მიწათსარგებლობის კომისიის თავმჯდომარე ზვიათის პარლამენტში. აქ რუსთავში მქონდა ნაკვეთი და ისიც წამართვეს და 2 წლის ბრძოლის შემდეგ ძლივს დავიბრუნე. აქ ყაჩაღების ქვეყანა არის, დიდი ბრძოლები უნდა, ისე არაფერი არ გამოვა ჩვენთვის. იყო ასეთი იუსტიციის მინისტრის მოადგილე როლანდ გილიგაშვილი. ჩვენ დროსაც იყო, შევარდნაძის დროსაც იყო და სადღაც 2016 წელს შევხვდა და მეუბნება. თქვენ არაფერი არ იცით ზურაბ ჟვანიაზე და ედუარდ შევარდნაძეზე. მე ვუთხარ, ყველაფერი არა. ვიედიო შევარდნაძესთან და უთხარიო, ზურაბ ჟვანია მიწებს ყიდის. არ იქნება მაგი მასე უმიცხაო და ამოვიღე ქაღალდიო, სადაც წერია მიყიდე 2 ჰექტარი მიწა, მივეცი $4,000. ერთი ზურაბ ჟვანიას ხელმოწერა მივიღე $4,000. ასე $280 მილიონი მიწები გაყიდა შევარდნაძემ და ჟვანიამ მარნეულში, გარდაბანში, დვანიში, ბოლნიში და აი ამ იალღუძზე ჩემო კარგებო. იქიდან მოდის ეს ყველაფერი. არა აქვთ ამათ გასაყიდი, არც თვითმფრინავი დაუშვათ, არც რაიმე ტექნიკური საშუალება, აქვთ მარტო მიწა. მიწის გაყიდვით დიდრდებიან. მილიონებს და მილიარდებს აკეთებენ. ამიტომ ბატონებო, მე როგორც კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი ვაფრთხილებ დღევანდელ ხელისუფლებას. მოგეკითხებათ, ყოველი კვადრატული სანტიმეტრი ქართული მიწისთვის შხამად გამოგხდებათ. ისე კი არა, რომ თქვი აგესროლოთ, უფალი მოგთხოვთ ისე, რომ საკუთარი შვილები და შვილიშვილები აგეხოცებათ ჩვენ და სამწუხაროდ ისეთი შვილები, რომლებიც ქვეყანას უნდა გამოადგენენ და ბევრია ასეთი 200-ზე მეტი კაცია, ვინც ზვიად გამსახურდიათ და ქართულ ხალხს უღალა და ერთმა გენერალმა იარაღს მინდავდა და საკუთარი შვილიც კი მოკლა. ამიტომ რუსთავისა და ამ რეგიონის გუბერნატორს ვაფრთხილებ. კი არ გემუქრებით მე ადამიანის დონიდან. მე გემუქრებით უფლის სახელით. წარედ ინანებთ ამას. რაც შეეხება ჩემს საყვარელ რუსთაველებს, მე 3 დეპუტატი ვიყავით აქედან, კვალი მაგიდიდან, თემურ ჯანელიძე, ვახტანგ ჭითავა და მე და 3-ვე ღირსეულად შევასრულეთ ჩვენი მოვალეობები. მე პირადად დაუმორჩილებლობის კომიტეტის წევრი გახდით, ახლა ანგარიშს ვაბარებ რუსთაველებს იმ კომიტეტის, რომელიც ხელმძღვანელობდა წინააღმდეგობას საქართველოში და სამჯერ დასახლებადაც კი ვარ გაყვანილი. შემდეგ თბილისში არც ერთი აქცია არ ჩატარებულა ჩემი მონაწილეობის გარეშე. ძალიან ხშირად ვარ ტელევიზორში, 31 მარტს გამოვედი ობიექტივში 1 საათი ვილაპარაკე ზვიად გამსახურდიაზე და საქართველოზე და იმ გზაზე,
რომელიც არის ხსნის გზა. ყოველ ოთხშაბათს მერაბ-კოსტავას ეზოში ვატარებ აქციას, სადაც ყველანაირ გასაჭირზე ჩვენი ერის ლაპარაკობ. მაქვს უამრავი მუქარები, მაგრამ ვდგევარ იქ, სადაც უნდა ვიდგე და შეიძლება ითქვას, რომ ამაყად ვატარებ რუსთაველი დეპუტატის სახელს. რაც შეეხება ბატონებო ქართულთა დიდ გაერთიანებას, მე ხარში ვდგავარ და თქვენს მოგიწოდებ გვერდით დაუდგეთ. დიდება ქართველებს, დიდება დიდ ძვირს და დიდება ჩემ საქართველოს. მადლობთ. ძვირფასო მეგობრებო, ეხლა სიტყვას გადავცემთ ქართველთა დიდი გაერთიანების ერთ-ერთ დამფუძნებელს, პროფესორს, ანალიტიკოს ბატონ დემურ გიორხელიძეს. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გობრძანდით. ჩვენ ყველას ერთი დიდი პრობლემა გვაქვს და ქართველთა დიდი გაერთიანება ამას თქვენთან ერთად დაუღალავი საქმიანობით, ადრე თუ გვიან, ასე რომ ვთქვათ, მიაღწევს იმას, რომ ქართველებისთვის ეს ქვეყანა არ დაიკარგება. ეხლა აქ ერთმა ძალიან პატივცემულმა რუსთაველმა ახსენა, რომ ვიღაც ორი ადამიანი იღებდა და აი ბევრი ხალხი არ მოდისო. ჩვენ პარტია არ გახლავართ. ჩვენ ყველა ღირსეულ და ამ ქვეყანაზე თავდადებულ ადამიანს ვეძებთ ყველგან და მიტინგის პრეტენზიები არ აგვაქვს, მოვა დრო და მიტინგიც იქნება და დიდი საპროტესტო გამოსვლა. ეხლა ჩვენ მხოლოდ თავდადებულ ქართველებს ვაგროვებთ ყველგან და რადგან ჩვენს გაერთიანების მიმართ, ჩვენი გადაცემების მიმართ 10,000-ობით ადამიანის ინტერესი არსებობს, ყველა ეს ადამიანი არავინ არ არის ისეთი, რომ საათები დახარჯოს დღის განმავლობაში და უსმინოს ისეთ რამეს, რომელიც მას არ აინტერესებს. ამიტომ თავს ნურავინ მოიტყუებს, რომ ცოტა ხალხი მოდისო, საქართველოში ქსელი კეთდება, საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა ქალაქში, ყველა დაბაში იქნებიან ის ღირსეული ადამიანები ერთად გაერთიანებული და ჩვენ ამას საკმაოდ მალე, იმიტომ რომ ბევრი დრო არ დარჩა ქვეყანას, დიახ, თქვენ ერთი აღლუჯის პრობლემაზე ლაპარაკობთ და მოდით პირდაპირ თქვათ, რატომ არ გიმტკიცებენ? თქვენ ხომ ამ ქვეყნის შვილები ხართ. ის ხომ არავის არ უშლის, ხომ იქ ხომ მოვლილი იქნება ის მიწა, ხო? არა, რატომ? იმიტომ რომ ეს მიწა თქვენთვის არ არის გამიზნული. ეს მიწა თქვენი შვილებისთვის არ არის. ამ ცოტა ხნის წინ ჩემი ერთი პოსტი დავდე, არ გავამახვილებ ყურადღებას და 2-3-4,000-ზე მეტმა ადამიანმა ჩემ შვილიშვილს ეხებოდა. 4,000-ზე მეტ ადამიანში 7-8 კაცი აღმოჩნდა, ვინც ბოროტებისგან თავი ვერ შეიკავა. ერთ ასაკოვან კაცს ბიძინას სურათი ჰქონდა გამოკრული და მეორე ახალგაზრდა კაცს ასე 35 კაცს, ორი ბავშვთან ერთად იყო, ალბათ მისი შვილებია. მიშა სააკაშვილის სურათი ჰქონდა. ეხლა მე მინდა უთხრა ამ ხალხს, თქვენ გინდათ ბიძინას სურათები გამოაკრათ და მიშა სააკაშვილის სურათები და თქვენი შვილები იყოს წარმატებული და თქვენ გინდათ რომ ეს ქვეყანა თქვენი შვილებისთვის იყოს, მაშინ თქვენ ან ჩამოყალიბებული იდიოტები ხართ, ან უბრალოდ გაფუჭებული ხალხი. ჩვენ ამნაირ ხალხთან არ აგვაქვს აქ. ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის მოყვარული, წინაპრის მოყვარული, ჩვენ გვინდა საკუთარი შვილებზე თავგადადებული ხალხი, რომლებაც იციან, რომ შვილების მომავალი არა ბიძინაში და არა მიშაში, არამედ განათლებაშია, არამედ წესიერად აგებულ ქვეყანაშია, ჯიჭის და უნარის განვითარების გარემოშია, სადაც თავდადებული ხალხი, ნიჭიერი ხალხი, მშრომელი ადამიანები, რომლებიც ავითარებენ საკუთარ თავს, წარმატებას აღწევენ. ამიტომ
აქ ცოტა ხალხი ვისაც გონია ამდენი ათეული ადამიანი მოსული აქ და მოდი ღია თქვათ ათასობით რუსთაველი რომელმაც იცის ამ აქციის შესახებ იცის და აკვირდება ამას ყველაფერს ყველა ისინი ძალიან გირჩეული ხალხი საკუთარი ქვეყნის გვერდით დადგებიან განსაკუთრებული მომენტი როცა მოვა ჩვენ ვასრულებთ იმ სამუშაოს რომელიც არ ყვირის ჩვენ 10,000-ობით კაცი რომ შეიკრიბოს დღეს კიდევ არაორგანიზებულ მასას რომელიც ემოციით მოვიდა რაღაც მიტინგზე 1 საათის მერე დაიშლება და სახლში წავა ჩვენი მიზანი ეს არ არის ჩვენი მიზანია ქართველთა მყარი ურთიერთობის აგება მთელ ქვეყანაში რომელიც ერთი მიზნით იქნება შეკრული და ეს აუცილებლად გაკეთდება თუ არ გაკეთდება ქართველები ამ ქვეყანას დაემშვიდობებიან ცოტა დარჩა ორი დიდი პრობლემა არის რომელიც ანადგურებს საქართველოს თუ არაფერი შეიცვალა დემოგრაფია კლავს ქართველს აი რანაირადაც არ უნდა მოინდომოთ თუ არაფერი არ შევცვლით დემოგრაფიულად რამდენიმე წლის მერე ქართველები უმცირესობაში იქნება თავის ქვეყანაში ხას უსვამ დემოგრაფიული მდგომარეობა რომ შეიცვალოს ამას სახელმწიფო პოლიტიკა უნდა 13 წელია გაგიგონიათ დემოგრაფიაზე ერთი სიტყვა მაინც ერთი სიტყვა ყველაფერს დავიდა მეორე საკუთარი ქვეყნის მიწების გაყიდვა და იძულება ქართველებისა რომ გაყარონ ამ ქვეყნიდან რამდენი 2 მილიონზე მეტი ქართველი არის ქვეყნიდან გასული რატო ევროპა უნდათ და ევროპაში ცხოვრებისთვის წავიდნენ იქ და იმ ტიტანურ საშინელ შრომას ეწევიან იქ განსაკუთრებით ქალბატონები არა იძულებული გახდნენ რომ წასულიყვნენ ვინ შექმნა ეს იძულება საქართველოს ხელისუფლებებმა სხვამ არავინ ვინ აიძულებს საქართველოს ხელისუფლებებს გაყარონ ქართველები საკუთარი ქვეყნიდან არავინ მაგრამ ისინი თვითონ არიან მარიონეტები ისინი თვითონ ასრულებენ სხვის დავალებას და ამ ხელისუფლებას და ხელისუფლებებს უჭერს ხალხს ქართველთა საცოდავი ნაწილი რომელსაც მე სეთურის ბრბოს უწოდებ ერთმა ძალიან ღირსეულმა სასულიერო პირმა ძალიან მარტივი რამ თქვა თქვენ კაი ხალხო ეკლესიაში თუ დადიხართ ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანად მიგაჩნია ეს ქვეყანა და ხელისუფლება გიყიდის ამ ქვეყანას და თქვენ მხარს უჭერთ რანაირი მორწმუნეები ხართ თქვენ რანაირი ქრისტიანები ხართ თქვენ რანაირი პატრიარქის პატივისცემლები ხართ თქვენ როდესაც საკუთარი ქვეყნის გამყიდველ ხალხს უჭერთ მხარს და ანადგურებთ საკუთარ შვილებს ქართველთა დიდი გაერთიანება ხაზს უსვამ არ არის პარტია ეს არ არის მოძრაობა რაღაც ბეჭედ დასმული ვიღაცის საჯარო რეჟში გატარებული არ გვჭირდება ჩვენ ეს ქართველებმა საკუთარ ქვეყანას რომ მოუაროს ბეჭედ დასმული ამ არალეგიტიმური ხელისუფლებიდან ქაღალდი არ ჭირდება ჩვენ გვჭირდება სათითაოდ შეკრება მთელ ქვეყანაში იმ ხალხისა რომელიც ამ ქვეყნის გვერდით იქნება და გააკეთებს ყველაფერს იმას რაც საჭიროა ამ მომავლისათვის მადლობა თქვენ რომ აქ ხართ და ღმერთი იყო ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში გაიხარეთ მადლობ ეხლა სიტყვას გადაცეთ კიდევ ერთ დამფუძნებელს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ბატონ გიგლა გოვეჩიას მოგესალმებით ჩემო ძვირფასო რუსთაველებო განსაკუთრებული დიდი მადლობა ყველას ვინც აქ ბრძანდებით ჩვეულებრივი მადლობა იმათ ვინც შორიდან გვაგვირდება აგერ ავიხედეს ზემოთ 9 სართულიდან დაგხურებენ აგერ გვერდიდან წინიდან უკნიდან 1000 ყურია მომართული აქეთკენ და მომართულია იმიტომ რომ ბოლო 35 წლის მანძილზე საქართველოს პოლიტიკურ სიმცეში
უბრალოდ არც კი გაჭაჭანებულა ისეთი საზოგადოებრივი მოძრაობა მე ხაზს უსვამ მაგ ბატონმა დემონმა ხაზი გაუსვა რომ ჩვენ არ ვართ პარტია ჩვენ ვართ უნიკალური საღი ქართველების გაერთიანება ჩანასახი ასე ვთქვათ ბირთვი შექმნილი ძირითადად და დღეს რომ ვთქვათ რაღაც რაოდენობას წარმოადგენს ჩათვალეთ რომ 1000-ჯერ უფრო მეტი სახლში გველოდება შინაგანად გულით გვეთანხმება და გვიჭერს მხარს რაში არ უნდა დაგვიჭირონ მხარი როგორ შეიძლება არ დაგვიჭირონ მხარი იმაში რომ ხედავთ თვალნათვლი მიწები იყიდება რომელსაც ვერასოდეს ვერანაირი ძალით ვერ დავიბრუნოთ ჩვენ პრეტენზიები ვერ გვექნება ვერც არაბთან ვერც თურქთან ვერც ჩინელთან ვერც ინდუსთან ვერავისთან ჩვენი ხელისუფლება ბოლოს 15 წლის მანძილზე ტოტალურად აი ყველაფერი გაყიდა თქვენ რუსთაველები ბრძანდებით რუსთავი ერთ-ერთი დიდი ინდუსტრიული ქალაქი იყო დღეს რა დარჩა რამე გააქვთ რამე არ გაყიდეს რუსთავი არ გაყიდეს ისა ქვია მეტალურგიული ქარხანა რამდენი ღირდა თქვენ ჩემზე უკეთեցით ხო თითქმის მილიარდამდე ღირებულების ქარხანა გაყიდა სააკაშვილმა რომელსაც ფეხებზე კიდე საქართველოს ბედი და მომავალი და ქართველების ბედი და საიდან იყო შემოგზავნილი ძალიან კარგად ვიცით გაყიდა სულ რაღაც 20-20 რა ქვია $1 მილიონ ვის შეაუგდო ხელში რამე კეთდება იქ რამე კეთდება სხვა დიდ დაწესებულებებში რუსთავში და ეხლა მე მაქვს ინფორმაცია რომ ტოტალურად იგეგმება ქვეყნის ამ ქალაქის ასე ვთქვათ ბინადმშენებლობები ანუ თბილისი ხომ ასე ვთქვათ პოლიგონად აქციეს და უცხოელებზეა გაყიდული ახალი მშენებარებინების აქაც იგივე იქნება და განხორციელდა ხო ძალიან კარგად ვიცით ქართულთა დიდ გაერთიანებაში ძალიან კარგად მოგვეხსენება თუ ვინ იყიდის ძირითადად ამ ახალ აშენებულ ბინებს და ვინ დაეპატრონება ამ იმას ყველაფერს და მე როგორ შეიცვლება დემოგრაფიული სიტუაცია ამ ქალაქში ამ ქალაქიდან დიდ ქალაქში დიდი ქალაქებიდან პატარა და დიდ სოფლებში და აი ასე აღმოჩნდებით მილევად რეჟიმში თქვენად კი არ დაგხვირიან და დაგჩხავიან გაეროდან 2050 წელს საქართველოს ქართველები მილევადი გაქრობის წინაშე მდგომიერი გავხდებით. აი აქეთკენ მიგვაქანებს ბოლო სამი რეჟიმი შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის. არ ვიქნებით მართალი თქვა აქ, მაგრამ ცოტა ხმამაღლა უნდა ვთქვათ. მართლაც ვისუჭერთ, ხართ არა გვაქვს პასუხისმგებლობა შვილების წინაშე, შვილიშვილების წინაშე. რა ქვეყანას უტოვებთ? მორჭმული ქვეყანა, აშენებული, ინდუსტრიული, სულ რაღაც ზუსტად 35 წელი დაშირდა თქვათ. მე აღარ ვარ ეხლა მე-15 და მეტაში იმ ყველაფრის, მაგრამ სტატისტიკა მოვიშველიოთ. გასაბჭოების პერიოდიდან სადღაც 35 წელიწადში საქართველოს უკვე ინდუსტრიული ქვეყანა იყო, უკვე განვითარებული ქვეყანა იყო. და ყველაფერი გაიყიდა 35 წელიწადში ერთადერთი გასაყიდი რაც დარჩა არის მიწა. და კიდე ცოტა ხანში დაიწყებენ ინტელექტუალური კაპიტალის გაყიდვას. იმ კაპიტალის, რომელიც ქართველი ინჟინრების, ქართველი აგრარიკოსების, ქართველი მედიკოსების, ქართველი გამომგონებლების, ქართველი ნოვატორების გონებაში არსებობს, ამასაც წაეპოტინებიან ძალიან მალე და გაყიდიან და ამ დროს ამ პატარა ქვეყანას, ჩვენს პატარა სახელმწიფოს შეუძლია 1000-ჯერ უფრო მდიდარი იყოს და თქვა სიმდიდრეში აცხოვრობს თავისი მოსახლეობა ქართული გენიალური ინტელექტუალური კაპიტალით. მე 40 წელზე მეტია ამ თემაზე ვმუშაობ და ზუსტად ვიცი რასაც ვლაპარაკობ. აქ რუსთავში ცხოვრობდა ცხოვრებული გრიგოლ მამული, მეორე სახელი ჩვენ მამულით ვიცნობთ და ასე ვეძახ მამული იზორია, რომელიც ამერიკის საელჩოში შეტანილი განცხადებიდან ერთ თვეში პრაქტიკულად მოკლეს. არავის არ გამოუძიება, მას ჰქონდა უნიკალური დანადგარი, რომელსაც უნიკალური შედეგების მოტანა შეეძლო. საქართველოში აგრარიკის სფეროში, ანუ სოფლის მეურნეობის სფეროში, რა ქვია, ნებისმიერი მეტალისგან შეეძლო, მიეღო ნახევარგამტარები და უზარმაზარი ინდუსტრია, ტაივანს რო არ დაესიზმრება ინდუსტრია გაეკეთებინა და ეს დადასტურებულია საქართველოს ერთ-ერთ გასაიდუმლოებული ინსტიტუტში დელტაში, თავდაცვის სამინისტროში არსებული ინსტიტუტში, ექსპერიმენტებით, მესწრებათა აკადემია, ფიზიკის ინსტიტუტი, სოხუმის მისთა ინსტიტუტი ყველგან იყო დადასტურებული. რა ქნეს, მოკლეს კაცს. გააქრეს ნოვაცია, აგერ მაშინ რუსთავში ცხოვრობდა, დიდიმაში და მახსოვს
8 კაცი ვაცელებდით მის ხედავს. აი ესეთი ნიკოლა ტესლას გენერატორი ეგრეთ წოდებული ხო ჯიბეში რო ჩაისვამდა მსოფლიო ინოვაციებს. აი ესეთ ხალხს მიკლავენ. უამრავი ვიცი დღესაც არიან აქ რუსთავში ასეთი ადამიანები თბილისში საქართველოში რა თქმა უნდა და მათ შეუძლიათ ქვეყანა დააყენონ ფაქტს ისინი საღი ქართველები არიან და ჩვენი გაერთიანება სწორედ საღ ქართველებს დაეძებს. მე გახარებული ვარ დღეს იმ კუთხითაც რომ აქ აღნიშნა ქალბატონმა ჩასაწინ გამოსვლელ, მაგრამ დღეს ცოტათი მეტი ვართ, ცოტაზე მეტად მეტი ვართ ქალბატონინა თუ მეტახვები და განსაკუთრებით მიხარია რომ უკვე ახალგაზრდა სახეებს ხედავ, ახალგაზრდა დედიკოებს და მამიკოებს ხედავ პრაქტიკულად და მე ეჭვით არ მეპარება რომ ესენი მერე უფრო მეტად შემოგვიერთდებიან და რაღაცა გამთლიანდება, რაღაცა თაობათა ერთიანობას Z, Y და X თაობის ერთიანობას დაედება დაუდებს საფუძველს ქართველთა დიდი გაერთიანება და ეს ძალიან დიდი ძალა იქნება. ასე რომ გულს ნუ გავიტეხ, მაგრამ ცოტა ხმა ავიმაღლოთ მეგობრებო. არ შეიძლება ჩვენ ამ პროცესებს რაც მიმდინარეობს მიგრაციის სახელმწიფოებრივ დონეზე ხელშეწყობა, ეკოლოგიის განადგურება, ეკონომიკის განადგურება, მე არ ვამბობ ჯიბეში რო იდებენ და მილიარდერებით და მილიონერებით რო ყავს პარლამენტი გამოტენილი და ფასებს ებრძვიან ახლა და იმას აქვეა ხუთი თეთრით და რაღაცა სამ თეთრით რაღაცას ვითომ ამცირებს. სინამდვილეში ასაკეთებენ და როგორ ზრდიან ყველაფერს და საკუთარ ჯიბებში როგორ ლექავენ ყველაფერს, ამას საკუთარი თვალით ხედავთ და როგორ ურიგდებით ამას, როგორ უყურებთ ამას. მე მესმის რომ ძალა შეიძლება ქართველთა დიდი გაერთიანებას დღეს ეგეთი არ აქვს თქვათ რაოდენობრივი თვალსაზრისით, მაგრამ დადგება ამისი დრო და გვექნება ეს ძალაც. მაგრამ მანამდე შუა საუკუნეობრივი ქართული ადაწესია თქვა თემიდან მოკვეთა ხელს თუ ჩამოვართვეთ ნუ მივესალმებით უთხრათ რასაც აკეთებენ შევაჩვენოთ რაღაცა გავუკეთოთ ხალხმა არ შეიძლება ასე როგორ შეიძლება ქართული მიწის გამყიდვას მიესალმო რაღაცა უთხრა რომელიც აგერ ყურის სიხიზილბაშებს გისახლებს და უფრო მეტად მოხდება ეს ამ თქვენს ქალაქში ჩვენს ქალაქში ინდუსტრიულ დიდებულ ქალაქში კულტურულ ქალაქში სანამდე ვიყოთ ჩუმად, რისთვის უნდა ვიყოთ ჩუმად, რა დაგვრჩენია? გონიერი საზოგადოება ძალიან კარგად ჩახვდა და მიხვდა და კითხვები დასვა, მაგრამ პასუხები არ ჩანს. მამა ლაზარე ჯორბენაძემ როცა გაასხმოვანა ძალიან საინტერესო დამისულა ჩვენ არაერთი გადაცემა მიუძღვნით ამ ყველაფერს და პასუხი არ საიდან არ არის. და ლაზარეს აღდგენების დღეს მამა ლაზარე ჩამოგვჭალი იპოვეს სახში. პასუხი გაგვეცით ხო? კითხვების კასკადია მთელი. და არ არის პასუხი არ საიდან. ამიტომ კაკური და რაღაცა მორიდებით არ არის სასაუბრო არც მოქალაქეთა კავშირის წევრებთან, არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არც ქართულ ოცნებასთან. ამ 35 წლიანმა რეჟიმმა პარტახიზაციამდე მიიყვანა თქვენი და ჩვენი სამშობლო. ასე არ შეიძლება. მოკლედ, მადლობა მომბრძანებისთვის, მადლობა რომ ამ აქ ნათქვამს, აქ აღებულ მუხტს მეზობლებთან, მეგობრებთან, ათესავებთან, ოჯახებში ყველგან გაავრცელებ და იტყვი და ჩვენ უფრო გავძლიერდებით. გელით საღ ქართველებს ხალხს უსვამთ ამას საღ ქართველებს, თორემ მასა არ გვაინტერესებს. საღი ქართველებისაც თავისი სამშობლო დგება. მადლობა. ჯვირფასო მეგობრებო, მეც წავდგები, მეც ერთ-ერთი დაფუძნებელი ვარ, დავით ჭავუკაშვილი. ჩვენ ყველაზე მეტად დღეს გვესაჭიროება რომ გავძლიერდეთ რწმენაში. ურავის ნუ დაავიწყდება რომ ჩვენ ვართ სამოციქულო ეკლესიის შვილები. თვითონ იესო ქრისტეს მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა შემოიტანა საქართველოში ქრისტიანობა და მან შეასრულა დედა ღვთისმშობლის მისია, რომელიც უკვე ასაკში იყო და ვერ შეძლებდა ასე ამხელად ღვთის აწევას სიცოცხლეში. დაუძულებული იყო უკვე. და სწორედ
დედა ღვთისმშობლის კურთხეულია საქართველო, მისი წილხვედრია და ის რეჟიმი, რომელიც უკვე მესამე მთავრობა ამ რეჟიმის, ამ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი, რომელიც ყიდის ამ მიწას, კარგად უნდა ესმოდეს ყველას, რომ ის გვიყიდის არა მხოლოდ მიწას. ჩათვალეთ თქვენ, აი ტყუილა კი არ ქვია დედამიწა. ეს მიწა დედაა. მიწა მაცოცხლებელია, მკვებავია ყოველი ჩვენთაგანისა. საქართველოს მიწა ეს დედაა იგივე ყოველი თქვენთაგანისა და ისინი ყიდიან დედას, ისინი ყიდიან ღვთისმშობელს და ეს ანტიქართული რატომ ვიძახი ამას, სულ გაგვიყიდეს თელი საქართველო. ანტიქართული მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც გვიყიდის დედას, როგორ შეიძლება რომელიმე თქვენთაგანი იყოს იმედზე? რაღაცა იმედი შეიძლება გქონდეთ თქვენო მის რამეს გაიკეთებთ? მე ვიცი, ჩვენ ძალიან ბევრი საუბრები გქონდა ამ იალღუჯის თემებზე და ძალიან ბევრს რაღაც აქ არის რაღაც მოძრაობა, რომ იმედი აქვს, რომ შეტანილი აქვს ეხლა იქ რაღაც განცხადებები, რომ პროკურატურა და ის დაეხმარება, ეს მთავრობა აქაური რუსავის მთავრობა. ეს ისეთივე ტყუილია, მეგობრებო, როგორც დაეხმარენ მაღაროელებს და ციხეში ამოაყოფინეთ შრომელ ხალხს თავი. ციხეში. და 2/3 უმუშევარი დატოვეს, პარალიზებულია ჭიათურა. სამაგიეროდ მათი თაღლითი მეპატრონე, აი ვიღაცა სოცკი მეფურ სასახლეებს იშენებს იქ. შეხედეთ მეგობრებო, თვითონ ჩვენთაგანი ვართ სამიზნე აი ამ კვლელი რეჟიმისა. შეხედეთ კაცმა, რომელმაც სასულიერო პირმა გამოვიდა ამხელა, ესე იგი გაზეთს მისცა, რა ქვია, ამხელა ინტერვიუ საქართველოში ყველაზე რეიტინგულ გაზეთს, ასავალ-დასავალს და პასუხი არავინ არ გასცა იმ ბრალდებას, რომელიც არის ყველაზე უმძიმესი, რომელიც არის სამშობლოს ღალატი, დავით გარეჯის გადაცემა. პირდაპირ ხელს ადებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომ ხელი ჰქონდა მოწერილი დოკუმენტზე ილხამ ალიევთან ერთად. და მრავალჯერ გაიმეორა, რომ საკუთარი თვალით ნახა ეს დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმისა, რომ 1000-ჯერ ჩვენ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ პირდაპირ ერთად მოუწოდეთ ირაკლი კობახიძეს, რომ პასუხი გაეცა ამ ყველაფერზე, არის თუ არა სიმართლე? არა, ამჯობინა დუმილი. ესე იგი, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის სიმართლე, რომ მან ნამდვილად მოაწერა ხელი და გადასცა აზერბაიჯანს ჩვენი უდიდესი სამონასტრო კომპლექსი, ეს არის თელი სვეტი და თელი მართლმადიდებლობის, რა ვიცი, აი ყველაფერია რა, ხო და ეს ხომ არ არის უბრალო რაღაცა ბაღბოსტანი ხო არ გადასცა რა და დღემდე პასუხს არსებს საზოგადოებას. რას ნიშნავს მეგობრებო, ეს მიუხედავად იმის შემდეგ, რაც მოხდა, კაცმა ვითომ თავი ჩამოიხრჩა. ამ ყველაფრის შემდეგ კაცი ნახეს ჩამოგჭვალა. როგორ არ გაგიძლიერდება უფრო მეტად, ესე იგი, ეჭვები, რომ სწორედ აი ამ რეჟიმმა, რომელმაც პასუხი არ გასცა, აი ასეთი პასუხი გასცა. ესე არ დამთავრდება ეს საქმე. არავინ არ იფიქროს, რომ ვიღაცას ეშინია, ერთხელ ვარ დაბადებულები და ერთხელ დაქოცავთ, არ გაპატიებენ, მოვა დრო, უმკაცრესად აგებთ პასუხს, მაგრამ სასულიერო პირი თუ თქვენ ეგრე გაიმეტეთ, მართალი სასულიერო პირი, თქვენი შთამომავლობა იცოდეთ, უმძიმესად იქნება დაწყევლილი და დაჯილი. არავის არ აპატიებს ღმერთი ამას. აბსოლუტურად მეგობრებო, ახლა იალღუჯის თემაზე რომ საუბრობდით, მოვიარეთ მაღლა ტაბახმელა, კოჯორი, ყველაფერი და
კოჯრის თავზე ჯერ არ შემოსულა, გაყიდულია მთლიანად არაბებზე. ჯერ არ შემოსულა არაბები და უკვე მთელი ინფრასტრუქტურა გაუმართეს. გაყვანილი ელექტროენერგიის კაბელები, მოუწესრიგეს აბსოლუტურად ყველაფერი. რა გახდა 3 წელია იხვეწება რუსთაველები რომ დაუკანონონ ეს იალღუჯის მიწები, გაუსარწყავიანონ, ელექტროენერგია გაუყვანონ. ვინ არიან ესენი არიან ისინი? ეს არის ქართული სახელმწიფო ხელისუფლება? ესენი არიან მოღალატეები და უმკაცრესად გასამართლებიან აი ამ ქართული ხალხის ესეთი ტანჯვისთვის. აბსოლუტურად გაყიდულია მეგობრებო ყველაფერი. ჩვენი აი ამ წინააღმდეგობის და საერთოდ იცია რაც მოელი თუკი წანიშის ეპარქიით ააშენებენ აი ამ არაბულ ქალაქებს ცოტა უკვე ორჭოფლობენ უკვე გავუვათ თუ არა და თუ არ გავერფიანდით მაქსიმალურად თუ არ დავდეგით ერთად მე ახლა მაინც მიხარია ასე თუ ისე ცოტა მეტი ხალხია დღეს გამოსული გარეთ მაგრამ ძალიან ბევრი გვიჭერს ხარს მაგრამ ეშინია ნურაფრისა ნუ გეშინიათ იცოდეთ რასაც გეუბნებით მოგადგებიან სახში და ამ ქვეყნიდან გაგყრიან 2-3 წლის მერე ესეც გაპარიგუნია ბევრს აგერ ორთაჭალაში რა ხდება ხედავთ რა ხდება ორთაჭალაში ვინ არის ჰეიდარ ალიევი რომ მისი კულტურის ცენტრი ავაშენოთ და იქიდან 40 წელი რომ ბინებში ცხოვრობს ქართველი ხალხი ისინი გავასახლოთ იქიდან ეს არის საკუთრების უფლებების დაცვა ამაზე დიდი ღალატი რა უნდა იყოს აი ყოველი ადამიანს ცალ-ცალკე ესე მოგერევი თუ ჩვენ ყველა ერთად არ გამოვხიზლით და არ დავდექით ჩვენ აუცილებლად მივართ იქაც ორთაჭალაში ამ დღეებში გავარკვევთ კარგად რა ხდება და ყველანაირ გვერდით გომასაუბროთ ნებისმიერ იმ ხალხს ვისაც აი ესე უსამართლოდ ეკცევიან სადაც ქართველია და ხალხის ჩაგვრა იქნება იქ იქნება ქართველთა დიდი გაერთიანება ჩვენ მრავალჯერ ჩამოვართ აქ რუსთავში აი ამ იალღუჯის პრობლემებზე და ძალიან ბევრ რაღაცებზე აქ საუბარი შემოსასვლელშიც მიწებზე და ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს ჩვენ გვაქვს საუკეთესო იურისტები უდიდესი გამოცდილებით აგერ ვესაუბრეთ თქვენ წარმომადგენლებს და ძალიან მოეწონათ ეგ გეგმაც რასაც ფიქრობთ ყველანაირად დაგიდგებით გვერდში და დაგიცავთ რამდენჯერად საჭირო იქნება იმდენჯერ ჩამოვართ ერთი წუთით რა კი ყველა მახსენა აქ და წუთიერი დუმილი იყო აქ კარგით ახლა თქვენაირი პროვოკატორები 25 წლის ადრეზე ძალიან ბევრი მინახავს მე დღეს კი არ გამოდივარ აქ სიტყვით კაცო სიტყვით დღეს კი არ გამოდივარ მე აქ 99 წლიდან მიკროფონი მიჭირავს ხელში ძალიან კარგად ვიცი ახლა მინახავს ძალიან ბევრი პროვოკატორები არა უშავს მეგობრებო არ მიაქციოთ ყურადღება მე კიდევ ერთ გეტყვით რომ წეგან აქ იყვნენ სუსის წარმომადგენლები შენიღულად იდგნენ ფოტოებს იღებდნენ არაფერია არავის არ დავაჩაგლინებ ნუ გეშინიათ ამათი დრო სრულდება რაც თავარია ჩვენთან არის ღმერთი და იქნება ასტამარადის ღმერთი არავის არ შევსება ესეთი უღმერთო საქციელი ღვთისმშობლის წილყვეთ ქვეყანაში მადლობთ ყურადღებისთვის კიდევ ერთ ვიდროს სურს ეხლა მითხრეს ბატონი მალხაზ ძიგური მოგძანე ხელი გეკი გამარჯობათ მეგობრებო მე სულ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი მინდა ორი ფაქტი მოვიყვანო პირველი ეს არის 14 წლის მმართველობის შემდეგ
თურქეთიდან ჩამოყავთ რეანიმატოლოგი პატრიარქისთვის. ანუ საქართველოში რეანიმატოლოგი ვერ მოიძებნა 14 წლის მმართველობის შემდეგ. და მეორე, უпростоრად პირველი. ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოსდან 22,727 ბავშვი წავიდა ქვეყნიდან ქართველი ბავშვი. ისინი ახლა როგორ გონიათ უკან რამდენ ხანში დაბრუნდებიან ან საერთოდ დაბრუნდებიან? კატასტროფული მდგომარეობაა. მე წინა არჩევნებამდე ხმას ვაძლევდი მუდამ ქართულ ოცნებას. აი არაბული თემის შემდეგ რაც ეს წანისის და გონიოს მიწები გაიყიდა, მას შემდეგ არ ვიცი რა და არ მეგულება ადამიანი რომელიც მათ ხმას მიცემს. ადრე რომ დავდიოდი ხალხში კი აბა ვინ თუ არა ეს ეხლა უკვე ვეღარ ვნახულობ ასეთებს ვინც ამბობს რომ მე ხმას მივცემ ქართულ ოცნებასო. ეს მათთვისაც გაფრთხილება ძალიან ცუდად დაამთავრებს ბიძინა ივანიშვილი უსახელოდ უფრო უარესად ვიდრე სააკაშვილი თუ ასე გაგრძელდა. მადლობა ყურადღებით. არა, იმედი არავის არ ქონდეს რომ რამე შეიცვლება. კურსი ერთია და 14 წელია ხელისუფლებაში არიან. ქალბატონი ირინას უნდა კი, მობრძანეთ. ვისაც გაფორმებული აქვს მიწა, იქნებ აქ არიან. თუ ვინმე საქვს, ეხლა ვიჩავიწერ გვარდასახელს. რეესტრით. ვისაც რეესტრში ალღუჩზე ხო, ვისაც აქვს რეესტრით გაფორმებული, მიბრძანეთ ქალბატონ ირინასთან და სახელი და გვარი ჩააწერინეთ საქმისთვის საჭიროა. ვისაც აქვს რეესტრით დამტკიცებული ალღუჩზე. ბატონებო და ქალბატონებო, აქ ითქვა რომ არაბებისთვის ბიძინას მიცემულ მიწას, მიშას მიერ გაცემულ შევარდნაძისას ვერ დავიბრუნებთო. ძალიან კარგად დავიბრუნეთ ბატონებო. 92 წლის 13 მარტს გროზნოში შეიკრიბა საქართველოს უზენაესი საბჭო დიდიჟიაძის მეთაურობით და მიღებულ იქნა დადგენილება, რომელიც არის კანონი. სადაც წერია, ყველა ის ხელშეკრულება, ყველა ის გაყიდული მიწები, ყველა ის არჩევნები, რომელსაც სამი ნაჯირალას, კიტოვანის, სიგუას და იოსელიანის მემკვიდრეები ჩაიდნენ, იქნება ქართველი ერის წინააღმდეგ მიმართული და წინასწარ არის ბათილად გამოცხადებული. ეს გაგზავნილი აქვს არაბებსაც, პაკისტანელებსაც, ევროპელებსაც და ამერიკელებსაც და როცა კანონი ხელისუფლებას აღადგენს ქართველი ხალხი, ყველაფერი თავის ადგილას დადგება და მსოფლიო ამას გაიგებს და გაგებით მოეკიდება. აი ეს ინსტრუმენტი დიდმა გვიაზმა დაუტოვა ქართველებს ბატონებო. ასე რომ ხელი არ აქვს ჩაქნეული, ყველაფრის უკან დაბრუნება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ბიძინა იმ არაბს, რომელსაც დიდი ფული გამოართვა, უკან ვერ წაართვევს მიწას, ვერც მიშა, მხოლოდ კანონიერ ხელისუფლებას აქვს ამის უფლება და ქართველთა დიდი გაერთიანება თავის პროგრამაში ერთ-ერთ პუნქტად ამას ძირითადად განიხილავს. მადლობთ. თუნდაც მეგობრებო, ცნობისთვის გეტყვით რომ ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანებას ოფისი გვაქვს რუსთაველის 18 ნომერში და 4 შაბათობით საზოგადოებასთან 18 საათიდან გვაქვს ხოლმე შეხვედრები. ანუ რაიმე პრობლემა თუ იქნება და ძალიან ბევრია პრობლემები, თვითონ თქვენთაგანსაც ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ და ყოველთვის ღია კარი 4 შაბათს 18 საათიდან. აი ეს მინდოდა მე თქვა მოკლედ დავასრულეთ იმითი მეგობრებო რომ ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით და რომ იცოდეთ ჩვენ გვაქვს ყველა დოკუმენტაცია ცხონებული იმ ლაზარე ჯორბენაძესაც აქვს შეტანილი ამაში წვლილი დაახლოებით 70% ქართული მიწებისა გაყიდულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი ქვეყნის გადასარჩენად. იმედი ვიქონიოთ წვენაში გავძლიერდეთ, მობრძანდეთ და ამით ვასრულებ ჩვენ აი ეს სიტყვას გონს. ორ სიტყვას თუ შეიძლება მეგობრებო, ახლოდან ეხლა ჩამოვიდი ბათუმიდან. თითქმის
ამზადებენ რა ძალიან მძიმე მდგომარეობა არის ყველგან აი ესეთი მძიმე მდგომარეობა რუსთავი იყოს ერთ-ერთი ინდუსტრიული ქალაქი და დღესდღეობით ორი ქარხანაა იგიც გასხვისებული და რამ მდგომარეობაშია ყველა ვხედავთ მაგრამ ყველა მიცით ახლა ბევრი არის ისეთი რომელსაც რომ ვერ გამოდის ვერ მოდის ეშინია მაგრამ თუ ქართული გაერთიანება არ იქნება საქართველოს არ იქნება ეგ არის რეალობა თუ წასულია ხელნაირად ბევრს ეშინია რაღაც სამსახურების ეშინია მართალიც არის ვერ ეთქვი ვერაფერს მაგრამ თუ ეგ არ იქნება ხო არაფერი ასე რომ ყველაფერს ყველა რუსთაველ ვაჟკაცს მივესალმები მე რუსთაველ ვაჟკაცს რომელიც გულდასული ჩვენს გვერდში არის და ბევრი მაქვს მასეთი სიტყვები ნათქვამი ბევრს არის ნათქვამი ჩემთვის რომ ჩვენ მაგრამ აი ასეა ზოგი შვილი ყავს სამსახურში ზოგი ძმა ყავს სამსახურში ზოგი ისა და ისეთი რაღაცები რომ ხოდა მაინც მე ყველა რუსთაველს კიდევ ერთხელ მივესალმები ვისაც ასეთი დიდი პატრიოტული ზრება აქვს და ამ პირველ რიგში ხელმძღვანელი ჟურნალებისაც ასეთი დიდი და სარისკო საქმეზე დადმეს თავი აი მივესალმების ყველას მადლობ კიდევ ერთი საკითხი თუ შეიძლება გამოაცხადოთ გასაღები თუ ინომ გასაღები დაკარგა ვიღაცას გასაღები აქვს დაკარგული და თუ ვისმეს ხო არა ვინმეს ხო არა ცის გასაღები დაუვარდა ვიღაცას აფთიაქტში დავტოვებ იქ და კარგით აბა მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო იმედით იყავით კარგად ძანდებოდეთ ჩვენთანაც ღმერთი კიდევ ერთხელ რუსთაველების სახელით დიდი მადლობა ყველა ხელმძღვანელებს რომლებიც დიდი რისკის ქვეშ მოვიდნენ და ჩაატარეს ეს თეორიული ყველაფერი საკითხი გადაწყვეტეს მთელი რუსთაველების სახელით ჩვენთან არის ღმერთი მაგრამ მერია არ არის არასდროს 2001 წელს წავედი მე ევროპაში რა ლიფტიც დავტოვი ისე ვისი ლიფტია მე შინა შვილიშვილი არ ჩამივარდი ეს არის მერია კი რა არ გიცი